მოგესალმებით. დღეს ექიმის ქრონიკების სტუმარია რუსუდან ჯოჯოა, ველმოს პრევენციული ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი. ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია სწორი შედეგებისთვის ლაბორატორიული კვლევის ტესტირების დროს, გავითვალისწინოთ, როგორ უნდა მოემზადოს პაციენტი, ანუ პრეანალიტიკური ნაწილი. სტუმრად მოვიწვიეთ ქალბატონი რუსუდანი იმისთვის, რომ ვისაუბროთ, როგორ უნდა მოემზადოს პაციენტი ლაბორატორიული ტესტირებისთვის. რუსა, ძალიან დიდი მადლობა მომბრძანებისთვის. ყველაზე აქტუალური თემა, რომელიც დღესდღეობით დგას, როცა გვაქვს გეგმიური ლაბორატორიული კვლევები, რა უნდა იცოდეს პაციენტმა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოემზადოს ამ კვლევებისთვის და რამდენად მნიშვნელოვანია ეს მომზადება. მოგესალმებით ნინო, მადლობა მოწვევისთვის, მართლაც ძალიან აქტუალური საკითხია, ვინაიდან არასწორმა მომზადებამ შეიძლება სრულიად არასწორი პასუხი მოგცევს. პირველ რიგში მინდა აღნიშნო ის, რომ მასიურად ხა ყველა ანალიზს არ ჭირდება წინასწარ მომზადება, თუმცა უმეტეს შემთხვევებში არის რიგი ანალიზები, რომლებიც მოითხოვს უზმოდ ყოფნას, საკვების არ მიღებას. ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ სითხე მხოლოდ დასაშვებია მცირე რაოდენობით დილით, წყლის მიღება და მხოლოდ წყლის და არა ყავა და სხვა სითხეები. რუსაკ ჩავეკითხები, ანუ კიდევ ერთხელ, ვინაიდან გეგმიურ კვლევებზეა საუბარი და ყველაზე მაგალითად რუტინული კვლევები რო ავიღოთ სისხლის საერთო ანალიზი. ჭირდება თუ არა სისხლის საერთო ანალიზს უზმოდ ყოფნა, უეცრება თუ არა მაჩვენებლები, აი ამ მდგომარეობიდან გამომდინარე თუ საკვებია მიღებული. რა თქმა უნდა, სისხლის საერთო ყველაზე გავრცელებული ანალიზია. უზმოდ ყოფნა აუცილებელია, ვინაიდან ნაკვები, ასე ვთქვათ, საკვების მიღების შემდეგ შეიძლება რაღაცა ფორმულა შეიცვალოს, უმნიშვნელოდ, თუმცა მაინც გასათვალისწინებელია. აცრად რომ მოითხოვს უზმოდ ყოფნას, გვაქვს თუ არა ასეთი, ვინაიდან სისხლის საერთო რეკომენდირებულია გეგმიურ კვლევაში და სასურველია. აცრად რომ მოითხოვს უზმოდ ყოფნას, გვაქვს თუ არა ასეთი ლაბორატორიული კვლევები. რა თქმა უნდა, გვაქვს, მაგალითად, მკაცრად მოითხოვს ისეთი ლაბორატორიული კვლევები, როგორც არის გლუკოზის განსაზღვრა, უზმოდ, ასევე მოითხოვს ღვიძლის ფუნქციები, ლიპიდური სპექტრი, რაც პირდაპირ შეიძლება იყოს დაკავშირებული კვებასთან და აქ ერთ-ერთი ფრაქცია არის ტრიგლიცერიდი, რომელიც პირდაპირ საკვებზე რეაგირებს და კი არა რეკომენდაციებსაც ვაძლევთ, რომ ცოტა მსუბუქად მიირთვას წინა დღეებში საკვები. არის კიდევ პროლაქტინი, ჰორმონალური ტესტი, ოღონდ ყველა არა არის პროლაქტინი, ღომა ინდექსი, ინსულინის რეზისტენტობის ერთ-ერთი ტესტი და სხვა ტესტები, როგორც არის მაგალითად თირკმლის ფუნქციაც მოითხოვს იგივე უზმოდ ყოფნას. ძირითადად არის ეს ბიოქიმიური პანელი, რომელიც მაინც აუცილებელია მკაცრად უზმოდ ყოფნა, რომ არ შეგვიცვალოს პასუხი. შარდის საერთო ანალიზთან მიმართებაში უკვე მე დეტალურად სხვა რეკომენდაციებსაც ვაძლევთ, როგორ უნდა აიღოს, შეაგროვოს შარდი, რომ არ უნდა იყოს დილით ძალიან ბევრი წყალი მიღებული, ვინაიდან იმან შეიძლება შეგვიცვალოს ხვედრითი წონა და არასწორი პასუხი მივიღოთ. ასევე უნდა იყოს ინფექციის გამოსავლენად შუა პორცია რეკომენდირებულია დილის პირველი შარდის. არ უნდა მოხდეს დაყოვნება დიდხანს, მაგალითად საათნახევარზე მეტი ოთახის ტემპერატურაზე ყოფნა არ არის რეკომენდირებული შარდის ანალიზის. შარდი საერთო ყველაზე მეტად დამოკიდებულია პრეანალიტიკურ ნაწილზე, ანუ რამდენად სწორად იყო ტესტირებამდე პირველ რიგში შეგროვილი თვითონ შარდის შენახული და ტრანსპორტირება როგორ მოხდეს. რაზე გავლენას ახდენს, როგორც თქვენ ამბობთ, წყლის გავიგეთ, რომ თუ წყალი არის დიდი რაოდენობით მიღებული, ჩვენი ერთ-ერთი პარამეტრი იცვლება, მაგრამ ფიზიკური აქტივობა, ყვება იგივე, როგორზე გავლენას ახდენს და რა რეკომენდაციას მივცემდით პაციენტებს წინასწარ, ანუ როცა მოდის გეგმიურად შარდის საერთო ანალიზი, როგორ უნდა ჩაიტაროს. შარდის საერთო ანალიზზე და ზოგადად სისხლის ანალიზზეც გავლენას ახდენს ფიზიკური აქტიურობა. დილით ვარჯიში, ან თუნდაც 24 საათის განმავლობაში ტესტამდე აქტიურად ფიზიკური ვარჯიშმა შეიძლება გამოიწვიოს მაგალითად მიკროჰემატურია, შარდში სისხლის არსებობა. ასევე მიკროელემენტები, ვიტამინები, ცილოვანი საკვების ჭარბად მიღება 24 საათის განმავლობაში გვიცვლის პასუხს და შეიძლება განსაკუთრებით C ვიტამინის მიღება და შეიძლება პასუხი
ცრუ დადებითად წარმოგვიდგინოს. ასევე არის შარდის ანალიზთან ერთად თირკმლის ფუნქციის კვლევის კუთხითაც, შემთხვევაში დავამატებ, პროტეინებით დატვირთული კვება, ან თუნდაც ფიზიკური აქტიურობა, ან თუნდაც სპორტსმენები დამატებით პროტეინიდან ნარევებს დანამატებს რომ იღებენ, ამანაც შეიძლება თირკმლის ფუნქციაზე, კრეატინინზე გავლენა მოახდინოს, ასევე ნაკლები სითხრის მიღებამაც შეიძლება უფრო მაღალი მაჩვენებელი მოგცეს, ვიდრე რეალურად აქვს. ესე იგი ვისაუბროთ იმაზე, რას ნიშნავს узმოდ და რომელ კვლევებს ჭირდება узმოდ ყოფნა აუცილებლად. შემდეგი ეს არის თვითონ კვება, იმიტომ როგორ უნდა იყოს კვება დარეგულირება იმისთვის, რომ შედეგი მივიღოთ სწორი. და მესამე ფიზიკურ აქტივობაზეც ვისაუბრეთ და შემდეგი რაც არის დრო, რომელსაც საათზე შეგვიძლია რომ ავიღოთ. აუცილებელია თუ არა რომ ყველა კვლევა ჩატარდეს დილით, ადრე, თუ შესაძლებელია დღის განმავლობაში სხვადასხვა კვლევები ჩავატაროთ, ან თუ არის ისეთი კვლევები, რომელსაც განსაკუთრებულად რაღაც სპეციფიური დრო არის, როცა ჩვენ ამას ვიღებთ. კი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დროს. ზოგადად უმეტეს შემთხვევაში სასურველია დილით, დღის პირველ ნახევარში, გაღვიძებიდან სადღაც მაქსიმუმ 3 საათში ჩატარდეს ყველა კვლევა. თუმცა არის კიდევ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ჰორმონალური ტესტები, როგორიც არის პროლაქტინი, კორტიზოლი, ტესტოსტერონი, რომელიც მოითხოვს ასევე მკაცრად რეკომენდაციებს დილით, ასე ვთქვათ, მოსვენებულ რეჟიმში ყოფნასთან მიმართებაში და ადრე აღება აუცილებელია. პერიოდს აქვს კიდევ მნიშვნელობა. მე ხალთან მიმართებაში მენსტრუალური ციკლის პერიოდი არ უნდა ემთხვეოდეს გეგმიური ანალიზების აღებას, ვინაიდან პრემენსტრუალურ პერიოდში, აი სადღაც 2 დღით ადრე, თუნდაც იგივე პერიოდში შეიძლება არასწორად მივიღოთ თუნდაც ზოგადი სისხლის ანალიზის სურათი. იყოს იქ რაღაცა ანთების მარკერი ცოტა მომატებული, ეთს ვეძახით, ან თუნდაც ჰიპერკოაგულაციის სურათი მოგცეს და ესეც გასათვალისწინებელი ეჯობია დამთავრებისთანავე გაკეთდეს. რა თქმა უნდა, თუ არ იგულისხმება სპეციფიური ჰორმონალური კვლევა, როგორიც არის ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი და ასე შემდეგ, გინეკოლოგიური კუთხით, რაც უკვე ჩვეულებრივ, ასე ვთქვათ, მენსტრუალურ ციკლთან ასოცირდება და იყოს გარკვეულ დღეებში ეს უკვე მნიშვნელოვანია. კიდე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომზადება ხშირად გვაქვს, რომ გარკვეული პროცედურების, ანუ დიაგნოსტიკური პროცედურების შემდეგ ხდება ლაბორატორიული ტესტირება. როგორ ვიქცევით ამ შემთხვევაში და რა უნდა იცოდეს პაციენტმა, როგორ უნდა მოემზადოს იმ გეგმიური ლაბორატორიული კვლევისთვის, რომ შედეგი იყოს ზუსტი და სწორი. ძალიან აუცილებელი და მნიშვნელოვანი ტესტია პროსტატ სპეციფიური ანტიგენის განსაზღვრა სისხლში. ეს არის სიმსივნის მარკერი, პროსტატის სიმსივნის მარკერი და ესეც მომზადებას საჭიროებს. დიაგნოსტიკას რაც შეეხება 24 საათი მაინც უნდა იყოს გასული, თუნდაც პროსტატის ეხოსკოპიიდან, ან რექტალური გასინჯვიდან, რომ არ მოგცეს ცრუ დადებითი პასუხი, ანუ უფრო მაღალი შეიძლება მოგცეს, ვიდრე ასე ვთქვათ, რეალურად არის. რაც შეეხება ბიოპსიას, ბიოპსია თავისთავად მაინც ინვაზიური პროცესია, არანაირად არ არის გვერდითი მოვლენები არ აქვს. მას თუმცა შეიძლება შეგვიცვალოს, გააქტიუროს ჭირკვლის ფუნქცია და უფრო მეტი, ასე ვთქვათ, რეაქცია მოგცეს. ასევე არის სარძევე ჟირკვლის ბიოპსიის შემთხვევაშიც პროლაქტინის განსაზღვრა. ვინაიდან პროლაქტინი სენსიტიური ჰორმონია და სპეციალურ მომზადებას საჭიროებს და დილით, ესეც დილით, ოღონდ 24 საათის განმავლობაში არ არის რეკომენდირებული ასეთი манипуляცია, სარძევე ჟირკვლის ეხოსკოპია, მამოგრაფიაც კი შეიძლება იყოს, მცირედ, თუმცა მაინც შეცვლის მიზეზი და ჯობია გეგმიურად გავითვალისწინოთ ეს ყველა ასე ვთქვათ, მონაცემი. როგორ მოქმედებს თამბაქოს მოწევა, ყავის დალევა, რომელიც ძალიან გვიყვარს და რაზე გავლენას ახდენს ეს ჩვენ გეგმიურ ლაბორატორიულ ტესტირებაზე. თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლის მიღება, ყავის დალევა, თუნდაც სხვადასხვა ასეთი წვენების მიღებამ შეიძლება
ისევ და ისევ არასწორი პასუხი მოგვცეს. თამბაქოს მოწევასთან მიმართებაში, დილით ტესტამდე სასურველი არ მოწიოს პაციენტმა, ვინაიდან ჰიპერკოაგულაციისკენ შეიძლება ასე ვთქვათ, არასწორი პასუხი მოგვცეს ამ შემთხვევაში. მან და ასევე ყავის დალევასთან დაკავშირებით, იგივე ჰორმონალურ სტატუსს, ტესტოსტერონს, კორტიზოლს, ზოგადად ლიპიდურ ღვიძლის ფუნქციაზეც, ზოგადად მთლიანად შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს და ამიტომ ეს რეკომენდაციების ალკოჰოლთან მიმართებაში შეიძლება გავითვალისწინოთ გეგმიურ კვლევებთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, ჩვენი სტუმარი იყო რუსუდან ჯოჯოა. კითხვების შემთხვევაში მოგწერეთ კომენტარებში.